ამ წუთებში თბილისის პროფკავშირების სასახლეში ქართული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერს ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს 1100-მდე დელეგატი იღებს. ბიულეტენებს ამორჩევლები მისთვის მისაღები კანდიდატურის შემოხაზვის შემდეგ საარჩევნო ყუთში ათავსებენ. ქართული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის პოსტზე 3 კანდიდატია წარდგენილი: ლერი ლაფაჩი, შოთა იამანიძე და ირაკლი კაკაბაძე. თითოეულმა კანდიდატმა ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა და სამომავლო გეგმები წარმოადგინა. ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქართული პარტიისათვის, ახალგაზრდულისათვის და ნამდვილად სამივე კარგი ადამიანია იმსახურებს გამარჯვებას და მთავარია ჩვენ ვიყოთ ერთად. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მე ვპირდები, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია გამოადგება პირველ რიგში პარტიას და რა თქმა უნდა შემდეგ ქვეყანას. ახალგაზრდული ორგანიზაცია იქნება ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი ქართული პარტია. ხდება ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა, თვითონ ახალგაზრდები ჩაატარებენ ამ არჩევნებს და თვითონ აირჩევენ იმ ლიდერს, რომელიც მათი აზრით უკეთ გაუძღვება მათ ამ ბრძოლაში.